მოგესალმებით. დღეს ჩვენ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს და საოცრებებს უკვე მიჩვეული ვართ ზოგადად ის ადამიანები, ვინც სამყაროს ვენდობით და გვაქვს მიღებულობა. ალბათ ნომერ მე-14 პოდკასტში ვისაუბრე, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ ნომერ 14-ში ვისაუბრე ბავშვთა სახლის თემაზე. და გოგონაზე კონკრეტულად გოგონაზე, რომელსაც ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მოკლედ რომ ვთქვათ, მე და დონა გიორგაძე დავეხმარეთ, აი ესე უფრო მოკლედ რომ ვთქვა, რომ ვიზე ვსაუბრობ, რომ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ზუსტად ამ პოდკასტის გასვლის შემდეგ ეს გოგონა ჩამოდის საქართველოში და მე მომდის მესიჯი, რომ ჩამოდივარ. ეს იყო აი საოცარი მესიჯი. ამ დროს მე შეხვედრა მქონდა ჩემი პროგრამის კურსდამთავრებულებთან და მახსოვს, რომ გაუზიარე, რომ წარმოიდგინეთ თემა, რომელიც მე დავძარიმნეთ, იმის თავარი პერსონაჟი ჩამოვიდა საქართველოში. და დღეს ჩვენი სტუმარი სწორედ ეს გოგონა, რომელმაც თავის დროზე დატოვა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლი, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ იყო ადრე, რომ ბავშვთა სახლები იყო, ის არ იყო. და ზუსტად ის თემები მინდა გავშალო და გვინდა რომ გავშალოთ დღეს და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ის რაც მე ვისაუბრე, რომ აღმზრდელები ამ სახლებში არიან ჩემი აზრით მოხალისეები. იმიტომ რომ ის მიზერული ხელფასი, რომელსაც მათ სახელმწიფო უხდის, ჩემი აზრით და ალბათ ეს გოგონაც უფრო შიგნიდან იცნობს სიტუაციას და გვეტყვის, სრულად არ არის იმის ადეკვატური, რა შრომასაც ისინი ეწევიან ამ ბავშვებთან, ვინც იქ ცხოვრობენ. ზოგი დროებით ხდება, ზოგი ძალიან ბევრი წელი ხდება, ზოგი კიდე საერთოდ იქ იზრდება. ასე რომ საუბარს ვაგრძელებთ, ცოტა ემოციური ფონი მაქვს, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემა. თუ ნახავთ პოდკასტ ნომერ 14, მიხვდებით, სადაც მე ვყვები, რომ 2 წელი მოხალისედ ვიმუშავე და აი ეს პატარა ბავშვები როგორ საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მოკლედ ვთქვათ. გამარჯობა. ძალიან მიხარია შენთან შეხვედრა. მე ძალიან მიხარია. ამდენი წლის მერე შევხვდით სერვისს. კი, მე ძალიან მიხარია. ვცდილობ რომ ვიყო ძალიან ისეთი მშვიდი, გაწონასწორებული, თუმცა არ მგონია რომ გამომივიდეს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ეხება დაუცველობას და განსაკუთრებით ალბათ ბავშვების, გოგონების, ბიჭების, რომლებიც მოკლებული არიან ალბათ იმ ზრუნვას, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მე ძალიან რთული პერიოდი გავიარე იმ პერიოდში, შენ ძალიან კარგად იცი ყველაფერი, ჩვენ ერთად ცხოვრობდით რაღაცა პერიოდი, შენ ჩემი ფარე. მოდი მოვუყვეთ, ხო, ადამიანებს რომ მათ იცოდნენ, რომ იქ ვინმე არის თან, ნახე როგორი სიტუაცია არის, იქ ვინმე არის, რომ ვინმეში, მოდი ახლა მე ერთ ადამიანს არ გულისხმობ, შეიძლება ორგანიზაცია, შეიძლება მთავრობის არ ვიცი, არ ვიცი, ვის შეიძლება მივმართო, ვისთვის მოვყვეთ ეს ამბავი, რომ მათ დაინახონ შიგნიდან ეს ყველაფერი და იქნებ იმ ბავშვებს მაინც, ვინც ეხლა არიან იქ, ხო? ან ეხლა იზრდებიან და უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, როგორც ერთ დროს შენ გამოხვედი, ხო, ფაქტურად იქიდან. იქნებ იმათთვის აღმოჩნდეს ეს ძალიან ესეთი მხარდამჭერიც და სასარგებლოც. რა ასაკში მოხვდი? მე ვიყავი დაახლოებით 16 წლის. პირველად მე ასაკში მოხვდი? კი. 2 წელი მომიწია მან ცხოვრება. ჩემთვის ძალიან რთული იყო მაგ გადაწყვეტილების მიღება, რომ მან ყოფილიყავი. თუმცა ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მომიწია მან ყოფნა. იქ იყო ძალიან კარგი გარემო, ზრუნველი აღმზრდელები, ყავდა 5 აღმზრდელი, ყველა ერთმანეთზე უფრო კარგები. და არ ველოდი ნამდვილად, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ისეთ
ისტორიებს ყვებიან ხოლმე ბავშვთა სახლთან ცუდი გამოცდილებები აქვს, როგორ აღმზრდელები როგორც ცუდად ექცევიან და როგორი ცუდი დამოუკიდებულება აქვს, ზოგს ალბათ ცემდნენ. მე ესეც რაღაცა არ შემხვედრია და რადიკალურად კი მოუყოლიათ წინა აღმზრდებლებისგან, გამიგია სხვა ბავშვთა სახლებიდანაც, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ და მე ეგ სიტუაცია ნამდვილად არ დამხვედრია, ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი თბილი და კარგი აღმზრდელები შეგვხვდა მაშინ იმ პერიოდში. 5 აღმზრდელი იყო და თითო აღმზრდელს 2 ბავშვი ეკუთვნოდა აღსაზრდელი. თუმცა სხვა აღმზრდელებიც ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ჩვენს მიმართ და იმ პერიოდში ძალიან ნერვულობდი, იმიტომ რომ 18 წლის მერე ეს უნდა დასრულებულიყო, აღარ ვიქნებოდი უზრუნველყოფილი, სახელმწიფო აღარ იზრუნებდა ჩემზე და მე უნდა მემუშავა. ამ დროს მე არ მქონდა არანაირი პროფესია, ამაზე ნერვულობდი. სამწუხაროდ მაშინ ვერ მოხერხდა ჩემი ან კურსის გავლა, ან რაიმეს შესწავლა, რომ უკვე დამოუკიდებლად შემძლებოდა ჩემი ცხოვრების წარმართვა და მუშაობა. სრულიად მოუმზადებელი შევხვდი 18 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მე უნდა ჩანერაგებინა ბარკი, ანუ თეთრეულის წამოღების შესაძლებაც კი არ მქონდა იქიდან, სრულიად ისეთი უნდა წამოვსულიყავით ცარიელები. შეგიძლია გაიხსენო პირველი ღამე და პირველი დღე, როცა უკვე იქიდან წამოხვდა? ფაქტობრივად გაურკვევლობაში წამოხვედი, ხო? იცოდი სადმე? კი, ძალიან ნერვულობდი, მაგრამ აღმზრდელებიც ისეთები იყვნენ, მეც ძალიან მხარში დამიდგნენ და თუ რაიმე არ მქონდა, თვითონაც მოუტანიათ საბანი, ლეიბები, ესეთი რაღაცები, თავიანთი რესურსებით და ფინანსებით მოახერხეს ესეთი რაღაცები და იქ აღმზრდებლებსაც ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდათ, 300 ლარი ჰქონდათ დაახლოებით და ეს იყო ძალიან მინიმალური ხელფასი. თან რა იყო ის საჭიროებები, რაც რეალურად თქვენ ჭირდებოდა დაუშვათ და არ იყო და რაზეც დაუშვათ თქვენს აღმზრდელებს სახლიდან მოტანა უწევდათ რაღაცის? კი, ანუ შეზღუდული იყო რაღაცა საჭმელების რაოდენობა ფინანსებიდან გამომდინარე და ერთხელ მახსოვს თუნდაც კინოში წასვლა გვინდოდა, ან დააფინანსეს კინო და გავიგეთ, რომ პოპკორნი არ უნდა ეყიდათ. და ბავშვებმა ეს გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ ახლა პოპკორნი თუ არ იქნება, ჩვენ არ წავალთ კინოში. ყველაზე მეტად ვინც აპროტესტებდა, იმამ გააპროტესტა თავიდან და მე ყველაზე მშვიდი ვიყავი და მეც კი ავყევი და მეთქი მართალია არ უნდა წავიდეთ პოპკორნის გარეშე. იმიტომ რომ თუ კინოს აფინანსებ, პოპკორნიც გვინდა, იმიტომ რომ კინოში მიღებულია პოპკორნი და ეგაც უნდა იფიქროს სადღაც სახელმწიფომ და ვინც აფინანსებს ამას, რომ ესეთი რაღაცები გვჭირდება ხანდახან ბავშვებს დასახელისებელი რაღაცა. აბსოლუტურად გეთანხმები და მეც მახსოვს, როცა მე პატარებთან შედიოდი, იცი როგორი მომენტი ჰქონდათ, მათ ხო საკუთარი არაფერი არ გააჩათ. ახლა როგორც თქვენი იმ სახლში სრულიად სხვაზე ხარ დამოკიდებული და ყველაფერი საერთოა. თუნდაც აი ხორციც და რაღაცები ისეთი შეზღუდული რაოდენობით იყო, მარტო ჩვენზე იყო გათვლილი და ისე იყო, რომ აღმზრდელები არ ჭამდნენ მაგალითად იქ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრობენ ჩვენთან ერთად და იქ თუ არ უნდა ჭამონ, სად უნდა ჭამონ და ცდილობდნენ, რომ თავი შეეკავებინათ რაღაცების ჭამისგან, იმის გამო, რომ ჩვენ შეგხვედროდა და მაგალითად სახლში ეჭამათ იგივე რაღაცა და ჩვენ არ მოგვკლებოდა. ხშირად იყო, რომ აქეთ მოჰქონდათ მასწავლებლებს სახლიდან ძალიან ბევრი რაღაცას მანიკური ჰქონდა მაგალითად გოგოებს გთხოვნიდა, რომ წაგვესვა და ესეთი რაღაცები თვითონ ფიქრობდნენ და უფრო უმეტესად, იმიტომ რომ არ იყო შემოსავალი. რის შემდეგ შემიყვარდა ლობიო? ეხლა გამახსენდა შეგყვებოდი საჭმელს. ის 2 წელიწადი, როცა მოხალისედ მუშაობდი, ერთხელ მოხდა ისე, რომ შემოიყვანეს ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ესე ეძახდნენ მაუგლის სინდრომი. და ეს ბავშვი ვერტიკალურ მდგომარეობაში ვერ ჯდებოდა, ანუ თავიდან რომ მოიყვანეს, სულ ესე იწვა. თან უცნაური ის იყო, რომ
ეს ბავშვი იპოვეს მარჯანიშვილის ქუჩაზე აიყვანეს მგონი მეტროსთან, ქუჩიდან აიყვანეს მოკლედ. და რომ მოიყვანეს, ანუ ხშირად ხდებოდა ეგეთი რამე, რომ სახელი არ იცოდნენ და ეძახდნენ ბავშვს ერთმეოდა ან გვარად ან სახელად ის ადგილი, საიდანაც მოიყვანეს და მახსოვს, რომ ამ ბავშვს მარჯანიშვილს ეძახდნენ რატომღაც და ერთ-ერთი შესვენები, როდესაც საჭმელი უნდა გვეჭმე ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, მე ვეხმარებოდი იმ ძიძებს, წარმოგიდგენია თქვენს დასრულები იყავით და ისინი 5 წლამდე ბავშვებია საუბარი. 2 წლის, 3 წლის, მაქსიმუმ 4 წლის და 2 ქალი, 2 ძიძა. როგორ შეიძლებოდა 15-16 ბავშვს მიჯდომოდა და დახმარებოდა ჭამაში და ერთხელ შემხვდა ეს ბავშვი, ეს მაუგლის სინდრომიანი ბავშვი, უკვე შეეძლო, ესე ვთქვათ, ჯდომა, ანუ სულ ესეთ მდგომარეობაში არ იყო და მენიუში იყო ლობიო, ეხაც კი ნერწყვი მომადგა და ის 2 საათი როცა იქ მუშაობდი, ხოლმე იმდენად დიდ ენერგიას ხარჯავდი, რომ ძალიან მშვიდდებოდა და აი ამ დროს, როდესაც კოზით ამ ბავშვს ვაჭმევდი და ლობიო იყო და ლობიოში პური ჩაუფშვენი და იმას ვაჭმევდი და მახსოვს, რა თქმა უნდა ძალიან მიხარდა, რომ ეს ბავშვი ჭამდა და მახსოვს, რომ ჩამოვედი სახლში, აი სასწრაფოდ, აი ძალიან მოშებული იქნება. ხო, ძალიან მოშებული და თან კონკრეტულად მინდოდა ლობიო, იმიტომ რომ იმ დროს როცა ვაჭმევდი ნერწყვებს ყლაპავდი. ანუ იმის საშუალება რო გქონდეთ, რომ თვითონაც ჭამონდა, ეგ არ მოერიდოთ, იმიტომ რომ იქ ოჯახის წევრები არიან ფაქტიურად ჩვენი ის ადამიანები. დღესაც ჩემი ოჯახის წევრები არიან ეს ადამიანები. ანუ ჩემ ოჯახის წევრებზე მეტად დამეხმარნენ და მხარში დამიდგნენ. ქეთიფუიძე და ქეთი დელიბაშვილი, ჩემი აგრძელები, საოცარი ადამიანები, რომელიც დღესაც ძალიან მეხმარებიან და თუ რაიმე მჭირდება და ან თუნდაც მოსმენა ძალიან ფსიქოლოგიურადაც მხარში მიდგა. ძალიან მიხარია და ჩვენი პატივისცემა ვისმენთ ამ ადამიანებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ესე უანგაროდ ეხმარება ზოგადად სხვა ადამიანებს. კი, ანუ მაგის თქმაც მინდოდა, რომ თუნდაც კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტად იყოს ფსიქოლოგი ჩართული ბავშვებთან და უფრო ხშირად მოხდეს ამ ტრამვების დამუშავება, იმიტომ რომ მე ვერ დავამუშავე იმ პერიოდში ჩემი ტრამვები და შემდეგ ძალიან დიდი დრო დამჭირდა რაღაცების გასააზრებლად და პიროვნული ზრდისთვის. პრინციპში ეხაც მაგ პროცესს გავდივარ. კი, ეხაც მაგ პროცესს გავდივარ და დღესაც მიწევს თუნდაც ფსიქოლოგთან მივიდე უკვე ჩემი რესურსებით და ვფიქრობ, რომ თუნდაც როცა დაამთავრებს მოზარდი ცხოვრებას, მერეც ჰქონდეს ეს საშუალება მაინც, რომ ფსიქოლოგი ეხმარებოდეს. თუ ფინანსურად ვეღარ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ფსიქოლოგი მაინც დაუნიშნოს. და დაეხმაროს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს რაღაცები. აბსოლუტურად გეთახვები და ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა და მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რაღაცები არ ვიცოდი. ხო, ნახე როგორ უცნაურ რაღაცა ხა ადამიანები, რომლებიც მომართავენ ამ საკითხებზე, ხო? ნუ ხა ის 9 თვე რაც ჩვენ ერთად ვიცხოვრეთ, რაც მე შემეძლო იმ მომენტში, ყველა შემთხვევაში გავაკეთე ისაც, რომ ჩემი ფსიქოლოგია ცოტა გაჯანსაღებულიყო, იმიტომ რომ საოცრად მიუსაფარი იყავი და ძალიან ისეთი ადვილად ესე ვთქვათ, ტყენდა ყველაფერი გარშემო რაც იყო და ძალიან სენსიტიური. ეხლა ძალიან სენსიტიური ვარ და მაშინ კიდევ უფრო მეტად. როცა დავასრულე ოჯახური ტიპის სახლში ცხოვრება, შემდეგ წელიწადნახევარი ვიცხოვრე ჩემით ქირაში, მუშაობდი ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე და არაფერში არ მყოფნიდა ეს თანხა. ერთხელაც ჩემი მეგობრი ბარ შევხვდი და შენც იქ იყავი და ეს რაღაცები გამომკითხე, რომ როგორ ხარ, რა პირობებში ხარ და მაშინ მახსოვს, რომ მითხარი, რომ
არ ვიცი რამდენად მექნება მე საშუალება ჩემ მეგობრებისაც ვთხოვ და იქნება ეს ნივთები, საბანი, ლეიბი, რაღაცა ჭურჭელი, რაც მექნება, იქნებ მოგიტანო და ცოტა უკეთესი გავხადო შენი ცხოვრება და მაქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. და შემდეგ უკვე შემომთავაზე რომ შენ მეგობარმა დამოფინანსა მადონამ დონა დიოგას კიდევ ერთხელ ჩვენი მადლობა და ანუ იმისთვის რომ უკეთეს პირობებში გადავსულიყავი ქირაში და შეუძლებელი და ტელეფონის მიყიდა იმიტომ რომ არ მქონდა და ერთადერთი წყარო იყო კომუნიკაციისთვის შეუძლებელი იყო, როდესაც მე ნახე ის ოთახი არ ქვია, მოდი ვთქვათ, ხო, ეხლა ხო ხდები, რომ თავმოყარ ადამიანი იქ არის. თავმოყარი კი ჯანმრთელობისთვის აზიანოთ კი, მე ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთი პატარა საშიში კი, ნესტიანი ადგილი, სადაც ბნელი და ამ დროს პირდაპირ არის ცნობილი, რომ სიბნელე დეპრესიას იწვევს, ანუ როდესაც ოთახში არ შემოდის შუქი და თასული, იმ ოთახში იმყოფება ადამიანი, ახლა წარმოიდგინეთ და ის მომენტი, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლებოდა ფაქტიურად და აი ზუსტად მაგაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გასაგებია, რომ სახელმწიფო 18 წლამდე ზრუნავს ფიზიკურად მაინც, ხო? ესე რომ ვთქვათ, ფიზიკურად უფრო ზრუნავს, ვიდრე რაო, აბა მითხარი ის ხმობოდა. ხო და შესაბამისად შემდეგ რა ხდება? ანუ ეს როდესაც ეს ბავშვები ხდებიან ქუჩაში, მოდი ესე ვთქვათ რა, რომ გაგიმართლა. ხო ესია, რომ აშკარად ღვთისმსწავლობა გვაქვს და ძალიან ძლიერი ფარული ამბობთ, რომ შენაირად ხვდებს ესე არ გაუმართლად. კი, ანუ შენს დამეხმარე და აღწერებით ძალიან დამიწყდნენ გვერდში. თვითონ შენ ქონდა თან ეგ პოტენციალი, როგორ იცი, აი შინაგანად იმდენად კვიანი და გონიერი ხარ, რომ აი ძალიან ადვილი იყო ამ ყველაფრის კეთება, ალბათ რასაც ფსიქოლოგები აკეთებდნენ, მაგრამ სხვა არ უმართლებს ესე. კი, მე მქონდა მადლიერების განცდა, თუნდაც შენი მეგობარი რომ აფინანსებდა მაშინ და საცხოვრებლით რომ დამეხმარა ქირაში. აი მაგას ვფიქრობდი, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცა სადღაც ძალიან შორიდან ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ მიცნობს და მინოსგან მიცნობდა, ხო, თავისი რესურსი გამოყო, თავისი დრო, რა თქმა უნდა, ეს ფულიც ხო საიდანღაც მოდის და მუშაობს და იმ დროიდან გამომდინარე დამეხმარა მაინც და ძალიან დასაფასებელია. მე მადლობას კი ვერ მოუხადე მაშინ, ძალიან მერიდებოდა და აი სადღაც 2-3 წლის მერე მივწერე და მადლობა ვუთხარი, ძალიან უხერხულად ვიყავი და იცი რა არის, აი ხა შენ მუშაობ უკვე ემიგრაციაში ხარ და იცი თითოეული ის შრომის ფასი და ზუსტად მაშინაც ძალიან ვაფასებდი და ახლა კიდევ უფრო ვაფასებ, იმიტომ რომ არ არის მართლა ჰერიდან არ მოდის ეს რესურსი და ეს ფინანსები, რომ სხვასაც დაეხმარო და შენთვისაც ძალიან ბევრი რაღაცა გჭირდება. შენი აზრით ნახე, ეხლა ძალიან მიხარია რა თქმა უნდა, რომ შენ უკვე ამას გამოაღწიე და ის ფსიქოლოგიური მომენტებიც დამიჯერე ტრანსფორმაცია და პიროვნების და საკმაოდ ხანძლივი პროცესია. ის კი არა ხანდახან ცხოვრების ბოლომდეც კი გრძელდება. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ერთხელ და ერთ წელიწადს იმუშავებს საკუთარ თავზე გამდი დასრულდება პიროვნული და მით უმეტეს ბავშვობის ტრამვები, ვისაც მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი, ეს ასე არ ხდება მოკლედ, ხო? და მჯერა რომ შენ აქედანაც გამძრები, თუ ჩემი დახმარება დაგჭირდება, იცი რომ მე აქა ვარ და როცა კი მოგიმართია ყოველთვის რა რესურსიც მქონდა, ესე ვთქვათ, ვიცლიდი, დროის თვალსაზრისით ვიძახე ახლა მე, ხო, და ეხლაც იგივეს ვაცხადებ და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ეს მოხალისეებზე არ იდგას, ხო? ანუ ასეთ დავუშვათ მე, დონა, ქეთი, ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაფასებულები და 300 ლარი თუნდაც მაშინ 10-11 წლის წინ არ ვიცი ახლა რამდენი აქვს ხელფასი, ვფიქრობ რომ ეხლაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და ესეთი შრომა
ფსიქოლოგიური ძალიან დაფასებული უნდა შენი იყოს, აზრით? იმიტომ რომ ბავშვისთვის ერთადერთი წყალროა мотивация, სწორი მასწავლებელი, სწორი აღმზრდელი და იმედი, ხო? და იმედი კი, რომ აი ვის მივმართო, სად წავიდე, ვის ვკითხო რჩევა, მეც ოჯახის წევრებიდან არავინ გამაჩნია სწორი აზროვნების და ისევ იმ ადამიანებს უნდა ვთხოვო დახმარება და ვკითხო რჩევა, რომ როგორ მოვიქცე. შენი აზრით, აი რა შეიძლება, რომ აი ამ ტიპის ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში შეიცვალ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უფრო მეტად ესე რომ დაამთავრებს და კარსო დახურავს და თეთრეულსაც რომ არ მისცემენ. კი. აი სრულად მე არ ვიცი ახლა ჩვენ ვინც ჩვეულებრივ ოჯახებში გავიზარდეთ გულისხმობ იმას რომ თუნდაც ეგ თეთრეული და საწოლი და რაღაცა ხო გქონდა აი რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ ბავშვი ესეთი სასწრაფოთილი არ შეეჯახოს მე როგორ რეალურ ცხოვრებას გარეთ. შენი აზრით სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს იმ პერიოდში, როდესაც შენ და შენაირები იყავით და ხართ ხო ვინც არის ხო რა შეიძლება გააკეთოს? რა შეიძლება ასწავლოს? ან უფრო გაზარდოს ფსიქოლოგების ჩართულობა? კი, ანუ ფსიქოლოგების ჩართვა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და მხარდაჭერა. ქონდათ სესიები დავუშვათ ფსიქოლოგებთან? ანუ რაც იქიდან წამოვედი არა, იქ ყოფნის დროს მაინტერესებს. იქ ყოფნის დროს იყო, მაგრამ ცოტა იშვიათი, იმიტომ რომ იმათაც არ ეცალათ და ბევრი ბავშვი ყავდათ მისახედი. თუნდაც სოციმუშაკებს ძალიან ცოტა სოციმუშაკი იყო და ვერ გვაქცევდნენ სათანადო ყურადღებას ინდივიდუალურად ყველა ბავშვს. რაღაცა მომენტი მინდა გითხო, თუ შეძლებ რომ ამაზე ვისაუბრო. სოციმუშაკი რადგან ახსენე, სულ პირველი შეხება სოციმუშაკთან და როდესაც გინდოდ, ანუ შესვლის მომენტი მინდა გაიხსენ და სოციმუშაკების როლი ამ სიტუაციაში. პირიქით, როცა შედიოდი. ანუ მქონდა გასაუბრება, ხო? სოციმუშაკებთან. შენი აზრით, როგორ ჩაიარა ამ გასაუბრებამ და რა შეიძლება, რომ თუნდაც სოციმუშაკების მხრიდან შეიცვალოს? ჩემ შემთხვევაში სოციმუშაკი დიდათ არ ყოფილა ჩართული. ჩემ შემთხვევაში უფრო აღმზრდელები იყვნენ. არა, შესვლის პროცესში. აი, როცა პირველად უნდა შესულიყავი მაგ სახლში. თავიდან ცოტა დაყოლდა იქ გადასვლის მდგომარეობა, როცა მოვითხოვე, თუნდაც მაშინ არ დაკმაყოფილდა და ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო. იყო თუ არა შენთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს დროულად მომხდარიყო? კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანიც კი იყო, რომ დაუყოვნებელი რეაქცია ქონოდა იმ ყველაფერს. თუმცა ეს უნდა განხილულიყო, რაღაცა ეტაპები უნდა გაიარა და მერე უკვე უნდა გადაეწყვიტათ, რომ იქ ყოფილიყავი თუ არა. შენი აზრით, როგორ ფიქრობ, სანამ აი ეს რო იწელება ეს პროცესი, იმ პერიოდში ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შენი აზრით, სასურველი იქნებოდა თუ არა, შენ თუნდაც მინდობით აღზრდით ისინი რო არსებობს, დროებით მაინც გადაეყვანე უსაფრთხო ადგილას, სახელმწიფოს და მერე მოხდარიყო განთავსება. კი, რა თქმა უნდა. მოგცემდა, ხო, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თუნდაც მაქამდე ქონოდა რეაგირება. ანუ თავიდან როცა მითხრა მას სოციმუშაკმა, რომ მინდოდა თუ არა ესეთ ტიპის სახლში წავსულიყავი, მე ვუთხარი არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი მშობლები ესე მიყურებდნენ, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი გააპროტესტებდნენ და იმის უფლებაც კი არ მქონდა, რომ თუნდაც ცალკე დავლაპარაკებოდა და მე თქვა, რომ მინდა და მჭირდება და ეს რომ იქ ჩემი ცხოვრება იყო გაუსაძლისი. შენ როგორ ფიქრობ, ხა რომელიც ანიშანი თუ რაღაცა, ხო, რაღაცა ესეთი რომ შეიმუშავოს, რომ გამვლელს ანიშნო, რომ საფრთხეში ხარ. ამას ბავშვი, რომელიც არის ოჯახში და იქ არის საფრთხე, როგორ ანიშნებს სოციმუშაკს? ამას რეაგირება მოყვა, იმიტომ რომ როცა მამა ჩემმა გაიგო, რომ არ მინდოდა და არ ვიცოდი უპასუხე, ამაზე გაბრაზდა, რას ქვია, რომ არ ვიცი უპასუხო, რატო არ უთხარი, რომ არ მინდა და მორჩა, ანუ რატო უნდა იყო ის თუნდაც მოგექცევიან. კი, რატო უთხარი, რომ არ ვიცი, რატო არ უთხარი, რომ არ მინდა, იმიტომ რომ რა თქინდა იქ წასვლა. იქ თუნდაც მოგექცევიან, იქ ცემენ, იქ გამონავებენ, მოსამსახურედ გამოგიყენებენ, რაღაცა ძალიან ისეთი
ის ქონდა დამოკიდებულება ძალიან მაშინებდა ამით, რომ თუ ცუდად მოიქცევი, მაგალითად კოლონიაში გაგზავნი, სადაც დაგშიან და ცუდად მოგექცევიან. და ის რომ მადლობელი უნდა იყო, თუნდაც ესე რომ გექცევი. ხო, აი ზუსტად ეგ მომენტია, რომ მეც და სოცმუშაკს მგონია, რომ თავის დროზე არ ქონდა ის რეაგირება, რაც უნდა ჰქონოდა და მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა, რომ უკეთესად მეცხოვრა და მომზადებულიყავი თუნდაც. და მეტად მესწავლა რაიმე კურსი გამიარა, იმიტომ რომ ის დრო არ იყო საკმარისი, რაც მე იქ ვიყავი. კი ბატონო. მგონია, რომ დაგვიანებული იყო საკმაოდ. კი, აბსოლუტურად გეთანხმები და აქ იკვეთება ზუსტად, იმიტომ რომ მეც თუნდაც ის რომ წიგნები არ მქონდა სკოლაში, არავინ ამას არ აკონტროლებდა და კლასიდან კლასში ისე გადავყავდი, რომ არც ვიმსახურებდი, უბრალოდ გადავყავდი, იმიტომ რომ ისევ იმათ არ აწყობდათ იმის აღიარება, რომ ჩვენ ამბავს ვერ ვეხმარებით და არ აქვს ფიზიკურად იმის საშუალება, რომ ისწავლოს. და ისევ სკოლის იმიჯი ლახებოდა მაგით. არ და რა საინტერესოა, ხო, რომ ერთი პერიოდი ონლაინ გასწავლდი ინგლისურს. კი, ხა შენ რო ნიჭიერი არ ყოფილიყავი, ხო? მით უმეტეს ონლაინ ცოტა ხო. მე მქონდაც შველობები და რაღაცა სიტყვები. ხო, და ახლა ნახე უყურე, ანუ ესე იგი შენ რომ იმ დროს მოეხედავ და უფრო მეტად მქონდა სწავლის საშუალება, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ გაცილებით უფრო მეტ უნარს განევითარებდი და უფრო ესე ვთქვათ, შემზადებული შეხვდები მას, რასაც ქრეს დასრული ადამიანი. მე მგონია, რომ ადამიანს პირველი უფლება აქვს, რომ ქონდეს საჭმელი, შემდეგ იყოს დაცული და იზრდებოდეს სუფთა და კარგ გარემოში და შემდეგ არის უკვე სწავლა, იმიტომ რომ თუ ეს პირველი ორი არ მაქვს დაკმაყოფილებული, ნამდვილად ვერ ვისწავლი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემო ძვირფასებო, დღეს შევეცადეთ ყველანაირად, იმიტომ რომ ჩვენ ერთი კვირის წინ უკვე შევხვდით და ცრემლებიც ვაღვარღვარეთ, ის ამბებიც გავიხსენეთ, რაც ძალიან სენსიტიური იყო ჩვენთვის და ყველანაირად შევეცადეთ, რომ დღეს ძალიან ისეთი ყოფილიყავით, რომ თქვენთვის მოგეწოდებინა ზუსტად ის ინფორმაცია, ყველანაირად გადაჭარბების და ემოციების გარეშე, რომ რაც შეიძლება რომ გახდეს საყურადღებო და არ ვიცი, ეს შეიძლება ეხებოდეს თუნდაც იმ ორგანიზაციას, სადაც 2 კვირაა, რაც საქართველოში გაიხსნა სიკეთე-ჯი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლოა შეასრულოს აი ამ ორგანიზაცია გვერდია თუ რაც არის მოკლედ, აი ასეთი ადამიანების მე შეგნებულად ვახსენე ახლა სიკეთე-ჯი, იმიტომ რომ ასეთ გოგონებს და ბიჭებს, რომლებიც ტოვებენ 18 წლის ასაკში, 17 წლის ასაკში ოჯახური ტიპის სახლებს, ეგულებოდეთ ვიღაცები, რაღაცეები, ორგანიზაციები, სადაც ისინი მიმართავენ თუნდაც იმ თეთრეულისთვის და იმ ბალიშისთვის და იმ საწოლისთვის, რომელიც მათ არ გამოატანეს ამ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებიდან. ეს იყო პოდკასტი ნომერ 16. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა შევეცადოთ იცხოვრე, შენი ბედნიერი ცხოვრება.